მეგობრებო, მარტის თვის ენერგიებს უნდა ვისაუბროთ. იმიტომ რომ ძალიან ტრანსფორმაციული თვე იქნება მარტი და ვინც ნახა ჩემი 2025 წლის პროგნოზი, იქაც ვსაუბრობდი რომ მარტის თვეში არაფერი არ უნდა დაგეგმოთ. იმდენად ტრანსფორმაციული და მძიმე თვეა არის მეთქი და კი ვხედავთ უკვე რა, თუნდაც პოლიტიკური ტენდენციები გვაქვს. მძიმე თვე არის გარდატეხის და ტრანსფორმაციების მარტი ყველასთვის რეალურად. რომ კერძოდ 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გვექნება დაბნელებები და ჩვენ ვიცით რომ დაბნელებების პერიოდში არ ვარგა არც კონფლიქტები, არც შენაძენები, არც ოპერაციები, ხო დავუშვათ თუ რაღაც გადაუდებელი არ არის და არ ვარგა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ დაბნელებები იწვევს შემდგომში ერთგვარ ჩაბეჭდვას, ხო? ანუ რაც ხდება დაბნელებების პერიოდში, ის მერე ვეღარ შეიცვლება და ვეღარ მოხდება კორექტირება. შესაბამისად, დაბნელებები რომ გვაქვს მარტის თვეში, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტომ რომ ყველა თქვენს სიტყვას, ყველა ქმედებას, გადაწყვეტილებას ექნება სერიოზული საბედისწერო გავლენა შემდგომში თქვენს აწმყოზე და მომავალზე.